მოგესალმებით მეგობრებო, გამოვდი სამსახურიდან შესვენებაზე, ვარ ბათუმის პორტში. კანში ვერ დავეტიე, კაი ამინდი იყო და სურვილი მაქვს მოვსინჯო ბათუმის პორტიდან გადავიღო სამების ეკლესია, სამების ტაძარი, რომელიც ესე პირდაპირ უნდა გადავკვეთო ზღვა, უნდა გადავკვეთო პორტის ეგრეთ წოდებული პრიჩალები, ვაგვა გადასაცული და ეგ არის რა. ზუსტად ამ ტრაექტორიაში აი რესტორანი არის, კარგი პარკირება აქვს და იქ გავჩერდი. და ერთი მავიკორიპრო იქ ჩავძირე კაკრას. განისვენებს შუა ზღვის პორტის ფსკერზე. რამდენი დღე არ მიფრენია ბიჭო. Home point updated. ეხლა ჩავთვით ეკრანის ჩაწერა. დაიწყო. Привет. ცოტა გადავხედოთ პორტის ტერიტორიას და მერე წავიდეთ უკვე ტაძრისკენ. აქ პორტთან დგას ანტენები, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მაშინ ჩემს ჩამოვარდნაზე და ეგ ანტენები დააყენეს ომის შემდეგ რა. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მე მგონი რა, არ ვიცი. მანამდე არ მახსოვს რომ მაგაზე პრობლემა შემქნოდა მე. 300 მეტრის სიმაღლეზე ვართ. დისტანცია 450 მეტრი. 360 მეტრზე ვარ, ამდენი არ მჭირდება. Google-ში რომ ნახე, დაახლოებით 200 რაღაც მეტრია რა, 300-მდე. მე რო წყნარად ვიფრინო, მე მგონი ეგ ჩანთა მოვიკიდო ჯობია რა. წავედით. ეგრეთ წოდებული ტერმინალის ტერიტორიას ვუყურებთ ახლა ჩვენ. 11 მეტრი 12 მეტრამდე წამშიფრინს. სხვა გადავცურეთ ხო? %11% მაქვს ელემენტი კილომეტრი ნახევრას უახლოვდებით რაც ვიფრინეთ. ესეც ჩვენი მეტროს ავტოსადგური იყო პერიოდი ამოფიში. დავდიოდი ყოველდღე სამუშაოდ. კარგი პერიოდი იყო. სავარაუდოდ შემოვლითი გზაც გამოგვიჩნდება, სავარაუდოდ.
კამერას შევხედავ ჩაწერაზე ნამდვილად თუ მაგ დაგენებული. კი. თორე წინა დღეს ვაკეთე რაღაც კერძი, კატლეტი და ბედნიერი უყვებოდი. მსმენელს რა როგორ უნდა გაიკეთებიათ და მე მივედი და თურმე გათიშული იყო. აი ერთი წუთი შემოვტრიალდები ახლა. აი მეტროს თავზე ვარ კაკრას. და აქედან გამოვხედოთ ბათუმს. ჩვენი ლოკაციის წერტილსაც გვიჩვენებს 86%-ია. გავლილი მაქვს 2 კილომეტრი და 200. სადღაც 4-დან 6 კილომეტრამდე უნდა იყოს მე მგონი. თავი ახლა შვიდობიანად მივიდეთ ტაძარში, დრონით მოვილოცოთ. და შვიდობიანად ჩამოფრინდეთ. ეს რამდენი პილოტი ხარ ბათუმში, რაღაც ეგეთ ოდნავ ცდებივით ჩაატარეთ და რაღაციდან სადღაც გადაფრინდით, კისერი მოიტეხეთ, ჩემსავით ჩამოაგდეთ დრონი და მე ერთად ვიხალისოთ. ნახეთ ხედი როგორ იშლება. ახლა ზე როგორ თხავს ფაქტია. ვაც თლად გემრიელად ვერ მოვტკი. სამოცდ 14%-ია. 4600 მეტრზე ყოფილა აქედან პირდაპირ დაშორება ბათუმის პორტიდან. აი ძალიან მაინტერესებს იქ რო დრონი დავსვა. მე თუ ავაფრინ. მე რა ვაიდა ვერ ავაფრინო. ეგეთი რაც მჭირდება რომ იქ იყოს რა. იქიდან არის ძალიან მაგარი კადრი ქალაქიც ჩვენს ზღვაზე. მეთქი დაუკარგე სიგნალი. კარგი, 1-360 გადავიღოთ ახლა ტაძართან. ვიდეოთ ფუნქციაში სადარიგაც და დავიწყეთ. აი ეს ლემენისთვის არის კარგი. სიცივე შეიძლება ხელები გაითფო. დაასვენო. კი არის მასვიზა. გავალ თავს, მაგრამ ეს ტაძრების ზევიდან ძალიან ლამაზია ხოლმე. საფარემ გამოჩნდეს ინფრასტრუქტურა.
კარგი ბატონო. ეხლა მართლა პირჯვარს ხوار გადავიწერდი აქედან იქნა. წამოვედით სახლისკენ. ეხლა უნდა გავუთიშო ამ სენსორები, თორე ტვინს გაჭიჭყავს რა. მაგიკოს შოულებრივად ვიჯენდით და ეს ძალიან პრეტენზიულია. მადლობა რომ დამიბრუნდი. და დავამონტაჟებ და მოგაწოდებთ ინფორმაციას და კადრებს. შვენივრად ვიფრინეთ. დაახლოებით 10 კილომეტრია.